ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ რუსეთს გამარჯვება ელის, ასე ამშვიდებს პუტინი რუსებს. ამ განცხადების პარალელურად კი ქვეყანაში საწვავის კრიზისი სულ უფრო მძიმდება. ბენზინის რიგებში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად კი ერთმანეთის მიყოლებით ჩერდება ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. რუსი პოლიტიკოსები პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ღიად ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა ისინი საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშეც დარჩებიან. უკრაინამ ახალი ბომბდამშენი დრონები პირველად გაასაჯაროვა, მანამდე მათ ყირიმში რუსულ სამიზნეზე იერიში მიიტანეს. მოდიფიცირებული დრონების სამოქალაქო პლატფორმაზეა აგებული 100 კილოგრამიანი საავიაციო ბომბების ტარება შეუძლიათ და მისიის დასრულების შემდეგ ბაზაზე ბრუნდებიან, რაც მათი მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ეს მხარდაჭერა მოლდოვის ჯარს ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესებასა და მოქალაქეების უკეთ დაცვაში დაეხმარება. ნინო წილოსანმა $9 მილიონ იყიდა ბინა და ავტოფარეხები კორპუსში, რომელმაც მთაწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ტვერელის ეკლესია დაჩრდილა. ინფორმაცია სტუდია მონიტორი ავრცელებს. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, წილოსანმა ბინაში $470,000, ავტოფარეხში კი $20,000 გადაიხადა.